ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრების განცხადებით თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით დაფინანსება შემცირებულია. მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ქუჩებზე არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაციისთვის კი 8 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. თემურ გრიგალაშვილი ფიქრობს, რომ ეს წყალში გადაყრილი ფულია, რადგან ამ შენობების უმრავლესობა ავარიულია. ნაციონალური მოძრაობის შენიშვნებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. Absolut ignorირებული არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაც ქვია საავტომობილო საცობები და ამ ხრივ დავით ნარმანიას მთავრობა არანაირი სამუშაოების ჩატარებას არ აპირებს. პრემიერ ღარიბაშვილის ესთეტიური, ასე ვთქვათ, სიამოვნებისთვის თბილისის 2015 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 8 მილიონი ლარი და დავით ნარმანია ამ თანხით აპირებს სახელმწიფო კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიული შენობების ფასადების რეაბილიტაცია. ქალაქში ყველაზე მწვავე პრობლემა ამ ბოლო დროს ჩამოყალიბდა საცობების პრობლემა და ამ მიმართულებით თუნდაც ერთი სატრანსპორტო კვანძის და ადგილის მოწესრიგებაც კი არ იგეგმება. ქართული ოცნების რიხიანი დაპირება ავარიული შენობების გამაგრებაზე მომავალ წელს ფაქტიურად დასრულებულად გამოაცხადა დავით ნარმანიამ. შენობების რეაბილიტაციაზე რომ არ არის თანხები გამოყოფილი და ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირიქით ეს თანხები არსებობს შენობების გამაგრებაზე. რაც შეეხება თვალსაჩინო ქალაქში მოძრაობის განპირთვას და იმას ეს მიბმულია პირდაპირ ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე. და ხელისუფლების ბრალდება ეს იყო, რომ მთელი ქალაქი იყო მარტო ფასადი მათთვის რა და შიგნი ამ ფასადის შიგნი ადამიანები ზოგადად ხო არ აინტერესებს